საავადმყოფო თბილისში 2013 წელს აღმაშენებლის ხეივანში მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენებულ კლინიკას ულტრათანამედროვე სამედიცინო დანადგარებით მომარაგებენ. კლინიკაში ქართველებთან ერთად ისრაელიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან მოწვეული ექიმებიც იმუშავებენ. ახალი სამედიცინო ცენტრის საძირკველი უკვე ჩასხმულია. აღმაშენებლის ხეივანში მრავალფუნქციური საავადმყოფო აზერბაიჯანული ინვესტიციები ჩნდება. Ვასართულიანი შენობა, რომელიც 200-მდე პაციენტზე იქნება გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. Мы строим больницу 8 этажей. ეს იქნება 8-სართულიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფო. ამ დაწესებულებაში ჩატარდება ისეთი სახის ოპერაციები, რომელიც აქამდე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში არ ჩატარებულა. На Кавказском регионе практически не делается. კლინიკა მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. სამედიცინო დაწესებულებაში ურთულეს ოპერაციებს ქართველ ექიმებთან ერთად ისრაელის, გერმანიისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. სხვადასხვა გამოკვლევებთან და ოპერაციებთან ერთად კლინიკა ორგანოების გადანერგვის კუთხითაც იმუშავებს. ახალი შენობის პროექტი არქიტექტორებმა უკვე მოიწონეს. შენობა არის არქიტექტურული სახით მისაღებია ქალაქისთვის, საკმაოდ კარგი არის. გარდა ამისა, აქტიურად ერთვება მიმდინარე განაშენიანებაში, რომელიც აქ გეცდება. ახალ სამედიცინო ცენტრში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად 300-მდე ადგილობრივიც დასაქმდება. სამკურნალო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავა ინვესტორებს და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კერძო ინვესტიცია მოვიზიდოთ ამ სფეროში. პარალელურად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, რომ საბოლოო ჯამში სამედიცინო მომსახურება იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი. 2 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია თბილისში ყველა საავადმყოფო მოვიყვანოთ იმ დონეზე, რომ პირიქით რეგიონალური ცენტრი გახდეს და სამედიცინო ტურიზმზეც კი დავიწყოთ საუბარი. სამკურნალო ცენტრის მშენებლობაზე სულ 60 ადამიანია დასაქმებული. ახალი კლინიკა თბილისში 2 წელიწადში გაიხსნება.